ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება და კვლავ ბუნდოვანია რისთვის ემზადება ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ახლები გამორიცხავენ. ამ დრომდე ბუნდოვანი პასუხი აქვთ პარტიებში ლელო და გახარია საქართველოსთვის. რაც შეეხება გირჩს, პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე აქტიური მზადება აქვს დაწყებული. მართლაც გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონში საბოლოოდ ბარიერად გადალახული ყველა ოპოზიციური პარტია ჩაერთვება. თავად ქართული ოცნება კი საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაიწყებს. ქვეყანაში ადგილობრივი თუ სხვა არჩევნები ტარდებოდეს, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მიიღებდა. ოღონდ ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს სპეცოპერაციაში, რომელიც უნდათ რომ გაასაღონ თითქოს ის არის ადგილობრივი თუ სხვა არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვასხვაოთ რა არის სპეცოპერაცია, რომელსაც ეს მოღალატეთა რეჟიმი არქმევს არჩევნებს და რა არის არჩევნები, რომელიც, შეიძლება ხარვეზებით იყოს წარმოუდგენელი, არ იდეალურად ჩატარდეს ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ამ რეჟიმის მიერ ამ პროცესზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. ის რაც ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად. შესაბამისად, ჩვენი პასუხია ცალსახა, ჩვენ არ ვიღებთ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას და ნებისმიერი პარტია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კრიმინალურ არჩევნებში, იქნება ამ კრიმინალის თანამონაწილე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აქტიურად ძალიან ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, იმისათვის რომ წნეხი გაიზარდოს და მივახცევთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ არასდროს არ გვიდგობს რომ აპირებთ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, არ შევდივართ ამ თემის განხილვაში საერთოდ არც ერთი მიმართულებით, ამიტომ ვერ ვპასუხებ ვერც ერთ მასთან დაკავშირებულ კითხვას უფრო მეტად. პირველ რიგში გათავისუფლდნენ უპირობოდ პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით ქვეყანა დაუბრუნდეს საკუთარ ევროპულ გზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირ დათქმებს არ ვასახელებთ, ჩვენ უბრალოდ ვიძახით იმას, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ჩვენ ვემზადებით და რა თქმა უნდა კონკრეტულ არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამას ჩვენ, როდესაც დადგება დრო, ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციებით გადავწყვეტთ და გავასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. არის ნათელი აშკარა, რომ პარტიების ნაწილი არის პირდაპირ უკვე ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში და მაინც ტყუილით გამოდიან საჯარო გამოსვლებში და თავისივე ელექტორატს, მცირე ელექტორატს ატყუებენ თითქოს ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. კარგია თუ კი კონკრეტული პარტიის ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, ასახელებენ, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ექსტრემისტული და რეაქციული პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ადგილობრივ თვითმმართველობის საკანონმდებლო დონეზე არჩეული, ეს ბუნებრივია ქართულ პოლიტიკას წაადგება, თუმცა ის რომ ეს რადიკალური პარტიები უმალავენ საკუთარ ამორჩეველს იმ ფაქტს, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ცხადია ამას კიდევ ერთხელ პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა, ხაზი რომ გავუსვათ. 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.